კომუნიკაციების კომისიამ ქართული ოცნების საჩივრის საფუძველზე ტევ-პირველი ფორმულა და მთავარი არხის სამართალ დამრღვევება ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. ოცნება ტელეკომპანიებს მაუწყებლობის შესახებ კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავებოდა. ეს შეეხებოდა ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორებიცაა რეჟიმი, არალეგიტიმური ხელისუფლება, კლანის სასამართლო და სხვა. კრიტიკული მედია საშუალებების წინააღმდეგ მომჩივანი ადვოკატი ნათია ბოკუჩავა იყო, რომელსაც სარჩელის წარსადგენად ირაკლი კობახიძის მინდობილობა ჰქონდა. როგორც იცით, გარდამავალ ეტაპზე, კანონის გარდამავალ ეტაპზე იყო ეს დარღვევა მომხდარი, შესაბამისად ასე ვთქვათ, იმ პერიოდის სანქციიდან გათავისუფლება ან გაფრთხილება ზემოქმედებას არ ახდენს არანაირ შემდგომ დარღვევებზე და შემდგომ, ასე ვთქვათ, სამართალ დარღვევაზე რეაგირების თვალსაზრისით. ამიტომაც გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც გამოტანილიყო გამოაცხადა, ეხლა უკვე ჩვენ მაგას კენჭს და ახლობით ერთ კვირაში მიიღებს მხარეები დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, საკმაოდ დეტალურს და იმედია, რომ ასე ვთქვათ, შემდგომში მედია საშუალება და სხვა მედია საშუალებებსაც ექნება ცხადია ამის გაცნობის საშუალება და იმედია, რომ ანალოგიური დარღვევების პრევენციას ხელს შეუწყობს არსებული გადაწყვეტილება. მაუწყებლობის კანონში ცვლილებებს, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას ტელევიზიების შინაარსში ჩარევის უფლებამოსილება გაუფართოვდა, ქართული ოცნების პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი 1 აპრილს დაუჭირა.